მაინც დავიწყოთ ასეთი შეკითხვით, როდესაც იცით რომ სასამართლო არის მიტაცებული ივანიშვილის მიერ, ახლა როცა უფრო მეტად მაინც ფინალისკენ მედის, აი რა განწყობით ხართ ხოლმე? საბრძოლო განწყობაზე ვარ, რა თქმა უნდა, მე თავიდანვე ამჯეროდა ქართული ივანიშვილის სასამართლოში და მზად ვიყავი სტრასბურგში წასასვლელად და რა თქმა უნდა ეს გამართდება ჩემი მოლოდინი. თუმცა ჩემი ამოცანა არის რომ მაქსიმალურად ვაშიშვლოს სისტემა, გავაშიშვლო ივანიშვილი. ის თვითონაც ძალიან მეხმარება ამ საქმეში და აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს ქართულ საზოგადოებას და დღეს რაც ნიშანდობლივია ამ თელ სანქცირებულ მანქანას, როდესაც ივანიშვილის პროკურატურაც და სასამართლოც სანქცირებული ასე ვთქვათ ხელებით მიტევენ სამი მხრიდან, დაემატა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელსაც სხვათა შორის, რომელშიც ხარისხის კონტროლის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის გიორგი გაბიტაშვილის სანქცირებული პროკურორის და ბელა გაბიტაშვილი. შესაბამისად, არც ერთი დოკუმენტი სამხარაულიდან არ გადის, ისე თუ ქალბატონმა ბელამ პირადად არ გააკონტროლა ამის გაცემა. და რას წერს, რას გვაჩვენებს დღეს ამ უწყების შეფასება. აუდიო ჩანაწერს. აუდიო ჩანაწერს. ეს არის 10 წუთიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც მოხდა ჩემს ტელეფონზე. შესაბამისად, ვერავინ ვერ ჩაერეოდა ამ ჩანაწერში, ვერანაირი დამონტაჟება ვერ რომელი წლის ჩანაწერია? 2015 წლის 30 ივლისის ჩანაწერი არის. და ეს დიალოგი ცეცხლის გაფორმებამდე. ცეცხლის გაფორმებამდე არის ეს დიალოგი, სადაც მიდის დისკუსია იმის შესახებ, რომ რატომ ვთვლი, რომ ეს ცეცხლი არ არის ძალიან რისკიანი, იმის შესახებ, რომ მე აქ ჩემი თანამონაწილეობა მაქვს დაახლოებით 30%, $1,300,000 და უხსნი საერთოდ რა არის მაინინგი და რას მოიცავს ეს პროექტი. ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილი საერთოდ გაგებაში არ არის რა არის ბიტკოინი და მაინინგი, შესაბამისად მისი ინტერესი ამაში ინვესტირების გამორიცხული არის იმ მომენტშივე. და ამ ჩანაწერში მეუბნება, რომ კარგი დაელაპარაკეთ ნატოს შესთავაზე რამე დამატებითი სარგებელი ბანკს, რომ საინტერესო იყოს მათთვის. დავაზუსტებ ნატო ბანკი ქართულს აყურების დირექტორი და შესთავაზე რაც დამატებითი სარგებელი და მოილაპარაკეთ. შესაბამისად მე იმავე დღეს შევხვდი ქალბატონ ნატოს, მან გამიცხადა რას დამატებითი შემოსავლის წილი, რაც მათ უნდათ ასე ვთქვათ ამ პროექტიდან, მე დავთანხმდი. შევთავაზე კალკულაცია, რაზეც დამეთანხმა იმ დროს ქალბატონი ნატო და ამ კალკულაციის მიხედვით მივიტანე კიდევაც ბანკში ის ფული ცეცხლის ამოწურვიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. რო დაუბრუნდე ისევ გაბიტაშვილის დის უწყების დოკუმენტს. ამ ჩანაწერზე უწყება ამბობს, რომ ერთი აქ არის ჭრები და აქვს მონტაჟის ნიშნები და შესაბამისად ისინი ვერ მოახდენდნენ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც იყვნენ ამ ჩანაწერის მონაწილე. ძალიან მალე ჩვენ სასამართლოზე გავაჟღერებთ ამ ჩანაწერს და იქ სულაც არ არის საჭირო რომ იყო ექსპერტი, რომ იცნო ივანიშვილის და ჩემი ხმა. ამის ძალიან სპეციფიური მეტყველება აქვს. გეთახმებით, ამის მომსწრე ნამდვილად გახდება საზოგადოება და იქ უკვე ღიად გამოჩნდება რა არის სიმართლე და რა არა. ასევე დავამატებ, რომ გარდა ამ ივანიშვილის ჯიბის საექსპერტო ბიუროსი ჩვენ შევუკვეთეთ ამ ჩანაწერის კვლევა ნამდვილ საექსპერტო ბიუროს, სადაც ნამდვილი ექსპერტები მუშაობენ და სადაც ევროპის გერმანიაში ხო სწორად ან ამას ელოდებით, ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ შობს გაასაჯაროთ. ამის შემდეგ უკვე სასამართლოში ჩვენ როგორც შემტკიცებულებას წარვადგენთ და იქ გახდება ამის გასაჯაროება. ბატონ გიორგი, აი ვიდრე გააგზავნეთ, რა მაინტერესებს დღევანდელი დღის ფოკუსთან ერთად თავის დროზე რატომ გადაწყვეტეთ ჩაწერა დიალოგის და რატომ შეინახეთ ეს დიალოგი? იცნობდით მას იმდენად კარგად, ანუ მისი პორტრეტიდან, მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ეს თავის დაზღვევა იყო? ეს არ იყო სპეციალურად ჩაწერილი საუბარი. იმ დროს უბრალოდ მე ვიყავი 26-27 წლის, მე მირეკავდა ძალიან ბევრი ბიზნესმენი, მდიდარი ადამიანი, ყველა ვისაც კი რაღაცის გაკეთება უნდა და რაღაც უნდა ივანიშვილისგან ან მისი ფულისგან, პრინციპში ასე თუ პირდაპირ თუ ირიბად ხდებოდა ჩემთან. შენ შემთხვევაში საკმაოდ არაკომფორტულ რაღაცებსაც მთავაზობდნენ და უბრალოდ ჩვეულებრივი სიფრთხილის ნიშანი იყო ტელეფონზე მეყენა ჩამწერ. რაღაც თუ მითხრეს რომ შარი არ მოედო არავის ჩემთვის მომავალში ხო ანუ არაფერში აქ ცუდი გაზრახვა არ იყო ეს უბრალოდ
ჩემი თავის დაცვა და ანუ ყველა სატელეფონო საუბარს იწერდით მოკლედ რაც კი შემოდიოდა თქვენს ტელეფონს იწერებოდა რა თქმა უნდა მე ამებს ვანაწილები და ვშლი და უბრალოდ ეს საუბარი მე თვითონაც კი არ მახსოვდა ეს საუბარი რო არსებობდა მე უბრალოდ გამოვხეკე ჩემი ფლეშკები ძველი რაც კი მქონდა ყველაფერი გამოვხეკე და ერთ-ერთი მასე ვიპოვე ეს საუბარი ასე ჩაწერილი. თვითონ ივანიშვილიც იცოდა რომ ეს შემდეგ მოძებნეთ როცა უკვე საქმის შესახებ შეიტყვეთ რომ იწყებოდა. რა თქმა უნდა. კი. და თვითონ ივანიშვილიც იცოდა რომ ეს პროგრამა მეყენა ტელეფონში, იმიტომ რომ როდესაც კრედიტ სუისის ბანკირებმა დამირეკეს და უნდათ რომ რაღაც ასე ვთქვათ შეცდომაში შევეყვანეთ ჩვენ რაღაც მე და ივანიშვილთან რაღაც გადაწყვეტილება მიგვეღო ისეთი რაც მე მისცემდათ მათ საბავშვობათ მტკიცებინათ რომ ჩვენ მართავდით იმ ანგარიშებს და არა პატრიციო სკადრონი ეს ჩანაწერი მე მივედი და უთხარი მე რომ მიყენია ტელეფონზე ეს პროგრამა და ეს ჩანაწერები რო არსებობდა მან იცოდა შესაბამისად ეს დასამალიც არ იყო არავისთან ხო მით უმეტეს მე იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ივანიშვილისგან დასაცავად მომიწევდა ამ ჩანაწერის გამოყენება იმიტომ რომ ეს პირიქით იყო მის ინტერესების დასაცავად. თქვენ ამბობდით რომ ის არც უარყოფს ხომ რომ ასეთი სატელეფონო საუბარი არსებობს. ჩვენ არ მოგვისმენია ამის შესახებ ივანიშვილის. შინაარს არ უარყოფს. პრინციპში უბრალოდ ამბობს რომ შეიძლება რაღაც შარევას აქვს ადგილი თორე შინაარს ეთანხმება რომ შედგა ეს საუბარიო და მეცაც გეტყვით. მის პირველ ჩვენებაში საერთოდ ნახსენები არ არის იმაზე რომ მე მას მიმართა კრედიტის შესახებ. მის პირველ ჩვენებაში არის ნათქვამი ის რომ მე მიმართა მას საინვესტიციო წინადადებით ბიტკოინების მაინინგში, რაც მან დამთანხმდა, დამავალა კომპანიის მოძებნა, მოტანა, კონტრაქტის გამოფორმება და ასე შემდეგ. თუმცა ამ ჩანაწერში ირკვევა რომ მე უკვე კომპანიას მოტანილი მაქვს, გაფორმებულიც მაქვს სხვა შეკრულება და წინასწარი გადასახადი გადახდილიც მაქვს ჩემი თანხიდან. დავაზუსტებ, აი თუ ივანიშვილი აღიარებს ამ საუბრის შინაარს, მაშინ სამხარაულის ბიუროს მოტივი რა არის ამ შემთხვევაში, რომ თქვას რომ ეს დამონტაჟებულია და ივანიშვილი აღიარებს ზოგადად შინაარს, მაგრამ შიგნით არის ისეთი დეტალები, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას და მათი სტრატეგია ასეთია, ჯიბეში ყავს ერთიც მეორეც, იგივე ეროვნული ბანკიც და ყველანაირად გამოიყენებს მისთვის ის უბრალოდ ერთი ზარის ნაწილში მძიმდება მისი მდგომარეობა, ანუ რადგინდება ამ ჩანაწერით. მან რაც ილაპარაკა ისაუბრა თავის პირველ ჩვენებაში და თუნდაც მეორე ჩვენებაში და თუნდაც სასამართლოს ჩვენებაში არ ემთხვევა ძალიან ბევრ მის კონკრეტულ ნასაუბრებს იმ ჩანაწერის მიხედვით. და ამიტომ უნდათ რომ ეს გააქარწყონ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ეს ჩანაწერი მაინც მოხდა საქმეში, ეს გამოაჩენს და გააშიშვლებს ივანიშვილის არაკეთილსინდისიერებას. პროკურატურის ვერსიას დააყენებს თავდაყირა. თავისთავად დააყენა კიდეც თავდაყირა და მე მოუწია ივანიშვილს მეორე ჩვენების მიცემა, სადაც უკვე ამბობს რომ არა თავიდან სესხზე იყო საუბარი, მაგრამ ბოლოში მე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემა ბაჩიაშვილისთვის და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ბაჩიაშვილმა თქვა რომ ეგებ რამენაირად თქვენ გახდეთ ინვესტორები და მეც ისეთი საქმე გავუკეთე როგორცაც მამა შვილს არ გაუკეთებდაო და ბაჩიაშვილის ბიზნესიო წავიღე მთლიანად მე ის იმგვარად რომ ბაჩიაშვილს არც მოგება ეკუთვნოდა იქიდან და არც არანაირი გასამშრალო პირდაპირ მის სიტყვები აი ეს სიტყვები თქვა მან ახლა ჩვენებაზე მის მეორე ჩვენებაში მის ამაზე აღარ უსაუბრია უკვე მესამე სასამართლოში უკვე ეხლა მისი ჩვენებები ეს ხო წინასწარ დაწერილი ჩვენებები არის სასამართლოში რაც პროკურატურაში მიიტანა ანუ ეს დაწერილი ჩვენებები არავინ ივანიშვილს გამოკითხვას არ ჩაუტარებდა შესაბამისად მაქვს ჰქონდა დრო და ეს ძალიან კარგად ჩამოაყალიბა პუნქტებად და ძალიან დეტალებში არის შესული თავისი მხრიდან ხო მაშინ სასამართლოში დაიხურა ეს ხდომა ხო შეთანხმებული კითხვები ვერ შევიდოდა იმიტომ რომ ვერ დაიმახსოვრებდა მაგდენ დეტალებს აირეოდა შესაბამისად მისი პასუხები იყო ძალიან ზოგადი და ზოგადი იმ ხრივ რომ პრინციპში მისი მთელი გამოკითხვა და ასევე ქართულ ბანკის თანამშრომლობის გამოკითხვა ემსახურებოდა ერთ მიზანს რომ თქვენ ნუ მიაქცევთ ყურადღებას რა არის კონტრაქტებში რა არის ხელმოწერილი თავარი არის ის რომ ქართულ ბანკი არ გასცემდა მხოლოდ ბაჩიაშვილზე ასეთ რისკიან სეს და ამიტომ ეს იყო ივანიშვილის ინვესტიცია კი ბატონო, ნათია თურნავა. ახლა ეპიზოდი, რომელიც შემოდის უკვე ამ საქმეში, სავარაუდოდ ის შემდეგ ხტომაზე შეიძლება მოხდეს ხომ მისი გამოკითხვა. მის შემდეგ ხტომაზე აუცილებლად. თქვენც ხართ, თქვენი მხარეც არის ამის ინიციატორი, რომ ნათია თურნავა მოვიდეს. ჩვენი მხარე იყო ამის ინიციატორი. მათ უნდა უბრალოდ რომ ნათიას მიერ ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია, როგორ შემოდის ნათია თურნავა ამ საქმეში, როდესაც დაიწყო თქვენს წინააღმდეგ დავა.
თურნავამ, რომელიც 2 თვის დანიშნული იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, დააჯარიმა ივანიშვილის ბანკი. წარმოიდგინეთ. თავისთავად ეს ის რო არის, ანუ ერთ მხარეს ზუსტად იმ დროს ნათია თურნავა სანქცირებულ ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს აფარებს ხელს, ამაზე გამოსევს ბრძანებას და იგივე დროს აჯარიმებს ივანიშვილის ბანკს. უბრალოდ აქ კომენტარის გაკეთებაც ისეთ მეტი არის. რაში დაშვიდა ზოგადად გამოიყენეს ძალიან მარტივი პროცედურული ხრიკი. როდესაც საქმე უკვე არის გადაცემული სასამართლოში, არ შეგიძლია რომ დამატებითი მტკიცებულებები მიიტანო, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე გამოკლებულია, გადაცემულია სასამართლოზე, გავრილია წინა სასამართლოს ხდომა. თუმცა თუ კი რომელიმე მოწმეს აქვს რაღაც ახალი ინფორმაცია, რომელიც იქვე აღმოაჩნდა და რომელზეც მანამდე ვერ ექნებოდა, მას შეუძლია ამის წარმოჩენა. შესაბამისად, ერთ-ერთ დაბარებულ ქართულ ბანკის თანამშრომელ მოწმეს შემთხვევით ხელში აღმოაჩნდა წამოღებული ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილებები და მათი ასე ვთქვათ დადგენილება იმის შესახებ, რომ თურმე ბიზნესა ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი და მოკლედ ასე შემთხვევითად სასამართლოს გადაწარუდგინა ახალი გარემოება, რაც ხონდა დაერთვება. გარემოება. რა თქმა უნდა, ესო დადგმული ცირკი არის მთელი სასამართლო ამ ერთ ეპიზოდზე აღარ გავჩერდები, თუმცა ჩვენი რა წამსი გავინახეთ ნათია თურნავას ხელმოწერა, რა თქმა უნდა მოვითხოვეთ მისი დაკითხვა, გამოკითხვა და მას მოუწევს ახსნა სასამართლოს წინაშე ჩვენ კითხვებზე პასუხი და ახსნა რითი დაადგინა რომ ივანიშვილი ყოფილა იქ თურმე ინვესტორი, როდესაც მას ქართულ ბანკმა გაუგზავნა სასესხო ხელშეკრულება და კრედიტის უზრუნველყოფის ხელშეკრულება. რაც ინტერესა კონფლიქტზე მინიშნება სესხი, სადაც ივანიშვილმა 45 დღის ვადით მის გასცა უზრუნველყოფა. ეს უზრუნველყოფაც გაიცა, იმიტომ ქართულ ბანკს ჰქონდა საკმაოდ შემჭიდროებული კაპიტალი თავის სხვადასხვა სასესხო ვალდებულებების კოეფიციენტები რო შეესრულებინა და აუდიტს რო არ დაერეზერვებინა ეს სესხი როგორც შედარებით რისკიანი, მათ დროებით დაადეს ივანიშვილის გარანტია 45 დღით და მოხსნეს. თუმცა შემithოვნით გაცემულ სესხს, სულ რომ თავიდან ბოლომდე ივანიშვილს დაედო თავისი გარანტია, არც ეს არ იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ ეს თურმე ივანიშვილის ინვესტიცია არის. იმიტომ რომ ეს რომ ივანიშვილის ინვესტიცია ყოფილიყო, ეს მისი ინვესტიცია მის მიერ განხორციელებული კომპანია მის მიერ კონტროლირებად კომპანიაზე და მისი წამოსული თანხებიდან იქნებოდა განხორციელებული, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ინვესტიცია. არც ერთი სხვა შემთხვევა არ არის. ჩემს ისტორიაში ივანიშვილთან ურთიერთობის, რომ ჩვენ ქონდა რამე საერთო ბიზნესი, საერთო მეწილეობა ქონდა და მით უმეტეს, რომ მისი რაღაც თანხები მე ჩემ კომპანიაზე გამეტარებინა. არ არსებობდა არაფერი, რითაც შეიძლებოდა თურნავა მისულიყო ამ არ არსებობდა. განსახვა და წინასწარ მომზადება ჩანს. რა თქმა უნდა, ნათია თურნავის შემთხვევაში არის ჩვეულებრივი თანამონაწილე იმ გამოძალვის, იმ რეკეტის, იმ რეიდერობის, რასაც ივანიშვილი ახორციელებს. ანუ პროკურორს მოსამართლეზე ჯერ არ ვიტყვით, ნახოთ როგორ განაჩენს გამოიტანს და როგორ მოტივირებს ამ განაჩენს, ხო მე ამიტომ არაფერს არ ვიტყვი, შევინარჩუნებ ჩემს ასე ვთქვათ ნეიტრალურობას, თუმცა რა თქმა უნდა სხვა განაჩენები მეტყველებს რაღაცეებზე, მაგრამ არ გავაკეთებ კომენტარს. თუმცა სანქცირებული სასამართლოს პირობებში, როდესაც მე ლამის ყოველ კვირა ვხედავდი ამ მოსამართლის უფროსებს ივანიშვილთან უკანა ფეხებზე შემდგრებს და პროკურორს იოლი წარმოსადგენია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი. ასევე დავამატებ, რომ ივანიშვილმა სასამართლოს წინ ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი უბრალოდ სადაც თანამშრომელი იყო, არც შეხება არ ჰქონდა ისეთი არაფერიო, ჩემთან თუ ამოვიდოდა თვეში 15 წუთს თუ დაუთმობდიო, თვეში ერთხელ თუ ამოვიდოდა. ეს განაცხადა ფიცის ქვეშ, როდესაც მინიმუმ 100, 150, 200 ადამიანი არის იმის შემსწრე, თუ რამდენ დროს ვატარებდი მე მის რეზიდენციაში. მეორე რაც თქვა, იგივე კრედიტ სუისის დავის საქმე, სადაც მე არ გადავაჭარბებ და არ მინდა რომ რაღაც ზედმეტი ჩემ თავზე მივიწებო, მაგრამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი როლი მქონდა ამ საქმეში. ამ საქმეზე მან თქვა, რომ გიორგი თვეში 1 საათს თუ დაუთმობდა ამ პროცესს და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ პროცესის კრედიტ სუისის საქმის გარშემო
10,000 იმეილზე მაქვს მარტო პასუხი გაცემული და ჩემს ასე ვთქვათ წინ გაიარა თავის დოკუმენტებით, თავის სასამართლო საჩივრებით, პროცესებში მონაწილეობით და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს აჩვენებს ამ ადამიანის ერთხელ უმადურობის ხარისხს და მეორე მხრივ მის არაკეთილების მის მოტივებზე მინდა კითხოთ. თქვენ ამბობდით, რომ იყო თემები, სადაც მას არ დათანხმები ხართ. რუსავიორის თემა გარიგება შემოგთავაზათ, არ დაეთანხმეთ. ანტიდასავლური პროპაგანდის თემა, აგაც თქვით, რომ შემოგთავაზათ და არ დაეთანხმეთ. ამ ნაწილში ამბობთ, რომ თქვენი ფულის დაუფლება კიდევ არის სხვა თემები, რაც დაგავეთ. როგორ ფიქრობთ, რა სურს ახლა მკაფიოდ მას თქვენგან? ეს არის ანგარიშწორება თუ ფულის დაუფლება? იმ ფულის, რაც ნახეთ მოგებით. ეს არის პოტენციური მოწინააღმდეგის მეტოქის განეიტრალება. ანუ მისთვის მიუღებელია ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი კაპიტალი და რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი. დისო დიდი კაპიტალი მქონდა, მან ძალიან დიდი ხანია რაც იცოდა. ჩემთან საუბარშიც დაუფიქსირებდა და კითხვების დაუსვავს და მე მიპასუხე ამ კითხვებზე ღიად. და ხოლო როდესაც მან დაინახა, რომ მე ამ თამაში მას არ მივყვებოდი და მე ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირე, რომ მე ამ ქვეყნის მომავალს ხედავ დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, მის მერე გადაწყვეტა მან ეს სადამსჯელო ოპერაცია გამოძალოთ. აქედან აღიქვათ თქვენის მეტოქეთ, ეს რომელი წელი იყო დაახლოებით? 2022 წლის ომის შემდეგ, ხო? კი, ომის დაწყების შემდეგ. ამას უკავშირდება ეს პროპაგანდას ეს ხაზი ამ აქციების დამფინანსებლად ცდილობენ თქვენ წარმოჩენას. ივანიშვილს გონია რომ დინარაძე გამაშავეს, მე მანახეთ დინარაძის გაშავებული კაცი ერთმაინც რა. სასაცილოა უბრალოდ რა. გამო დინარაძე ყობახიძე დაალაგდნენ ერთად და გამაშავენ პირველ TV-იმედის იმედში იდგნენ და კიდევ ერთხელ კაფეოდ გითხარით რა შაფირიშვილზე დაემატოს კიდე კაფეჭა და ციქვაზე. თავისი ჯარიმების გადახდასთან აქციასთან თქვით ამ თემაზე ერთხელ, მაგრამ კიდევ ერთხელ უპასუხეთ ამ თემასაც. რა კავშირი გაქვთ აქციების მიმდინარეობასთან ამ შემთხვევაში გულისხმობ კონტრიბუციას პირდაპირ აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ალბათ ყველა აქციაზე მეც მივდივარ ხოლმე, თუმცა ამ აქციების პირობებში და ამ თავრობის პირობებში დაზიანებული, დასახიჩრებული ახალგაზრდები, გაგდებული სამსახურიდან სახელმწიფო მუშაკები, დაჭერილი ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება. ამისთვის არსებობს რამოდენიმე ფონდი, არ დავასახელებ ამ ფონდებს, იმიტომ რომ ამ ფონდის მეპატრონებსაც დაძდევენ, ხან მასში პროკურატურაში იბარებენ და ხან საგადასახადოს უგზავნიან. ამ ფონდებში მე ჩემი მოგზალებული ღვაწლი წვლილი შემაქვს და არც ამის აფიშირება მინდა, არც ამის თანხების აფიშირება მინდა, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ვისაც გული შესტკივა ამ ხალხზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე, უნდა ჩუმად ყოველგვარი რეკლამის გარეშე დაეხმაროს. კრიტიკული ტელევიზიების მხარდაჭერასაც მოგაწერენ ამ შეიძლება მომაწერონ, ახლა მე ამაში ვაფშე საერთოდ არაფერს სუც არ ვხედავ, თუ კი ვინმე ეხმარება კრიტიკულ ტელევიზიებს. პირიქით, ეს ტელევიზიები არის, რასაც დღეს კიდევ რაღაც დემოკრატიის ნარჩენები შეიძლება იდგეს ჩვენს ქვეყანაში და რაც აიძულებს ივანიშვილს, რომ ცოტა მაინც ანგარიში გაუწიოს და რაღაც შირმის შექმნა მაინც უწევდეს თითქოს და რაღაც ლეგიტიმურ პროცესს აქვს ადგილი მისის მხრიდან. ანუ საფუძველი აქვს ამ ბავს კრიტიკულ ტელევიზიებთან კავშირში. მე ჩემი გარკვეული კომპანიებსაც რეკლამების მხრივ ანუ რეკლამების სახით აკეთებენ, არეკლამებენ, ასე ვთქვათ, თავის პროდუქცია არის თუ ასე შემდეგ და კიდე გავაგრძელებ ამას და მოუწოდებ ყველა იმ ბიზნესმენს, ვისაც უნდა რომ საქართველოს მომავალი იყოს დემოკრატიული და იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი საქართველო, მოიტანოს რეკლამა ამ თავისუფალ ჯერ კიდე ტელევიზიებში. ერთი საკითხის დაზუსტება მინდოდა, თქვენ თქვით, რომ რუსთავიორის გარდა კიდევ იყო ბევრი საკითხი, რაშიც არ დაეთანხმეთ. არის რაიმე კონკრეტული ასეთი ტიპის შემოთავაზებები, რაც არ მიიღეთ ივანიშვილისგან, შეგიძლიათ დასახელოთ? არ მინდა ამაზე საუბარი, ხა ჩემი ამოცანა არ არის, რომ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს და ძალიან ბევრი რამემ გაივლო ჩვენ ჩემს თვალწინ და ჩემს ხელშიც. მე არ ვთვლი ამას სწორედ რომ მე დავждე და ამებზე ვისაუბრო და იმასაც დავამატებ რომ ამის თქმას არანაირი მნიშვნელობა დღეს აღარ აქვს, იმიტომ რომ ივანიშვილმა თვითონ იშიშლა თავის თავი. ანუ არ ჭირდება ბაჩიაშვილის თქმა იმას რომ ივანიშვილი აკონტროლებს პროკურატურას, არ ჭირდება ბაჩიაშვილის თქმა იმას რომ ივანიშვილი აკონტროლებს სასამართლოს და არ ჭირდება ბაჩიაშვილის თქმა იმას რომ ივანიშვილი აკონტროლებს იმედს იქნება პოსტივის თუ სხვა ვთქვათ სახელმწიფოებრივ რუპორებს.
რადგან ფინალისკენ გადის საქმე სასამართლოსი, რა მოლოდინი გაქვთ? გეშინიათ ელით თუ არა პატიმრობას იმ პირობებში, როცა რაღაც გაცხადებული დიქტატურის დამყარების გზა და შეიძლება სტრასბურგიც კი ბევრად ძალიან გეშინიათ ჩემი საქმის პროკურორს, თუნდაც მოსამართლეს, იმიტომ რომ უკვე გამოჩნდა სანქციები, რომელიც მათ არ აცდებათ, უკვე გამოჩნდა სანქციები, რომელიც აჩვენებს, რომ ივანიშვილი მათ ვერ დაიცავს. და ეს ჯილდოებად ჩამოკიდებული სანქციები ჯილდოებივი ცხოვრების ბოლომდე უნდა ატარონ ამათ. ისინი ვერ განიბანებიან, ვერ ჩამოიბანენ ამ ნაგავს და იმას რა ქვია, ნაგავს ვერ ჩამოიბანენ ისე როგორც მოახერხეს წინა რეჟიმის ცვლილების შემდეგ. უბრალოდ რაც უფრო იზრდება სანქცირებულების რიცხვი, წნეხს ზრდის ივანიშვილი მოქალაქეებზე, ესეც რეპრესიულ კანონებით. მეტი აღარ დარჩენია არაფერი. ამიტომ აგონიაში არის შავარდენი და კიდევ უფრო არეპრესიულ კანონებს კიდევ უფრო ართულებს და სინამდვილეში უფრო იშიშლებს თავს. მას თუ უნდა კიდევ რამენაერად რომ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან რამენაერი მოლაპარაკება აწარმოოს, ის როდესაც აქ ჩამოაყალიბებს დიქტატორულ საკანონმდებლო გარემოს, მას უკვე აღარ დაელაპარაკა, ვეღარ გაასაღებს თავს თუნდაც ნაწილობრივ დემოკრატად. და მას არ აქვს იმის საშუალება, როგორც სხვა ბევრი მდიდარი სახელმწიფოს ლიდერს არ აქვს იმის საშუალება, რომ დიქტატორი ივანიშვილის სახელით რამე ელაპარაკოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანას. მას უბრალოდ ანგარიში არ გაქვს. დაუნდობელია ძალიან ამ ტიპის ურთიერთობაში ივანიშვილი კონკურენტად აღიქონთ, ასე თქვით, აქვს მას წითელი ხაზი. ივანიშვილი ყველაზე ძალიან დაუნდობელია მათ მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ეგემონიას საქართველოში. შესაბამისად, მე მისთვის დიდი საფრთხე ვარ. ზუსტად ამიტომაც თავისი სასამართლო გამოსვლის პირველი 15 წუთი მონოლოგი დაუთმო იმას, თუ დაუთმო ჩემს მედიაში გაკეთებულ განცხადებებს. რაც სასამართლო პირობებში საერთოდ არ იყო საინტერესო და საქმესთან შემხებლობაში საერთოდ არ იყო. თუმცა მან მაინც ჩაატარა ეს მონოლოგი და მითხრა კიდეც, რომ დამემუქრა ახალი სისხლის სამართლებრივი დევნით. ეს იყო სასამართლოს სხდომაზე, როდესაც აქ იყო ახლანდელი იმაზე. კი, წინათ კვირაში რომ სხდომა იყო, მისი გამოკითხვის დღეს, როდესაც. კი ბატონო, მაგრამ აქვე მაყურებელსაც მინდა უთხრა, რომ ერთი ისეთი კარგი საქმე არის უკვე ჩემს წინააღმდეგ, მეორე არის აქ მტკვარი ჰესის საქმე სასამართლოზე შემოდებული და უნდა 10 დაიწყოს ზემოდან, ახლა ეს არაფერს არ ცვლის ჩემ ცხოვრებაში ნამდვილად 100 სასამართლო საქმე იყოს, ანუ არანაირი. კი ბატონო, სასამართლოს კონტექსტში რადგან ვსაუბრობთ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ივანიშვილის კარზე გინახავთ მოსამართლეები, გინახავთ ირაკლი შოთაძეც, ყოფილი პროკურორი. შოთაძე ძალიან ხშირად დადიოდა. ხშირად დადიოდა, შესწრები ხართ ამ დიალოგებს, ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ საქმეებს. ამ დიალოგებს არ ვესწრებოდი, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ მე ყველა სამივე წინა პროკურორი გავიცანი ივანიშვილის რეზიდენციაში. მე პროკურატურაში პირველად ჩემ ცხოვრებაში, ერთხელ ადრე რაღაც საქმეზე ვარ მოსწონს, პირველად ჩემ ცხოვრებაში რეალურად მივედი ისიც მიშას დროს. ამ მთავრობის პირობებში 23 წლის მაისში, ივნისში, როდესაც დამემბარეს, და საიდან ვიცნობ ამ პროკურორებს გამაგებინეთ მაშინ. მაშინ ჯერ კიდევ შოთაძე იყო თანამდებობაზე. ამის შემდეგ გადადგა ის რეალისტურად გეჩვენებათ მისი გადადგომის მიზეზი, რაც მან დაასახელა, ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ რა თქმა უნდა, ეს არ იყო რეალისტური მიზეზი. ხა ირაკლი შოთაძე საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი არის, გამოცდილი, მას ჰქონდა კარგი ურთიერთობა საელჩოსთან, ამერიკის საელჩოსთან, ხა არ ვიცი, ამერიკაში მისთან რა ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მან უკვე იცოდა რა თამაშს იწყებდა ივანიშვილი და რა თქმა უნდა მას ჰქონდა დისკომფორტი. მეცაც მე შოთაძეს ამ ჩემი საქმის განმავლობაში ორჯერ შემთხვევით გადავეყარე სხვადასხვა ესეთ სოციალურ ადგილას და ორივეგან მის თვალებში ის ამოიკითხებოდა, რომ აბა მე რა ვქნა, ზემოდან არის დიალოგი შედგა. დიალოგი არ შემდგარა, ჩაოლობი მივესალმე, გადავყოცნე, მაგრამ ადამიანს როცა ხვდები, გრძნობ რა ენერგეტიკა. ეს საქართველოში შეხვედრას გულისხმობ თუ საქართველოს ბოლოს იყო ინფორმაცია, რომ ჩამოსულიყო. ეს ბოლო წლის განმავლობაში გადაკვეს სანამ პროკურორი იყო. სანამ გადადგა, მან მშვენივრად იცოდა, რომ ეს სანქციებში მოყვებოდა ის და მას არ უნდოდა ივანიშვილის გულისთვის სანქციებში მოყვება. მან უარი თქვა იმ ჯილდოზე,
რასაც ახლა დიდი ბედნიერებით დაიკიდებს ბევრი ამ პროკურატურის და ჯილდოში გულისხმობთ დასანქცირებას, რაც შეიძლება პროკურატურასაც შეეხოს. ამ დრომდე სხვა შორის არ არის რაღაცნაირად პროკურატურა ფოკუსში. საინტერესო ამერიკამ უკვე რაღაც ციები დგება და შედგენილია მე რამდენადაც ვიცი და იქ ჩემი საქმის პროკურორიც ჯილდოვდება რამდენადაც წილად. ამერიკაში ამერიკის მიერ არის უკვე ასეთი სია. გულისხმობ. ხო, ჯერჯერობით საჯაროდ არ გვინახავს ასეთი სია, სადაც ადრაზე არის. აი გავლენებზე როცა ვსაუბრობთ, ვინ არის ყველაზე გავლენიანი ივანიშვილის კარზე, როგორ ფიქრობთ? ფინანსების მიმართულებით, პროპაგანდის მიმართულებით. საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამოდის ხარება. იმიტომ რომ ივანიშვილის დგას ხარებაზე, მას მისცა აბსოლუტური ძალაუფლება, ეს იგრძნობა კიდევაც, ეს დარბევა იქნება თუ რა იქნება. დღეს არ არსებობს საქართველოში არანაირი ძალა, რომელიც ხარებას დაუპირისპირდება და ხარებას რომ მოუნდეს, დღესაც მივა და ივანიშვილს დააპატიმრებს ჩვეულებრივ თავის რაზმთან ერთად და ვერც ერთი მინისტრი მას ამაში ხელს ვერ შეუშლის. ხო, ეს არის ძალა, რაზეც როგორც თქვენ ამბობთ, რომ დგას ივანიშვილი, მაგრამ აი ფინანსების მიმართულებით, არის პროპაგანდის მიმართულებით, ყველაზე გავლენიანი ამ ივანიშვილის კარზე არის, ესე იგი, იდეოლოგებიც ყავს. დინარაძე, რომელიც პირდაპირ ადიუტანტად არის ამ მის ივანიშვილის ტელევიზიებში მივლენილი და ისაკონტროლებს ამ ნარატივებს. ბიზნესის გარემოცვით დღეს ევროპარლამენტმა კი ჩამოთვალა ის ბიზნესმენები, ვიზაც დგას ივანიშვილი და ფიქრობ რომ ეს ახლოს არის. ამ შემთხვევაში ირაკლი რუხაძე ალბათ ფინანსურად ნაკლებად, თუმცა იმედის ამბავში მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და მან ის გამოვიდა კიდეც განცხადებებიც გააკეთა თითქოს და ამ სიგიჟის საწინააღმდეგო, მაგრამ როგორც ჩანს მე ჩასვეს ისე დააბრუნეს თავის ადგილას და გააკეთებინეს ინტერვიუ თუნდაც რადიო თავისუფლებაში, სადაც პრინციპში მან გააგრძელა და გაიმეორა ის ნარატივი, რაზეც დგას მთავრობა. ძალიან სამწუხაროდ, რომ მე პირადად არ ამგონია, რომ ირაკლი რუხაძე იზიარებდეს ამ საგიჟეს, რაც ხდება ქვეყანაში, უბრალოდ მას გამოსავალი არ აქვს. თუ არჩევანი არ აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ მე მაქვს არჩევანი და დღეს გავდივარ იმ დღეს, რასაც გავდივარ, ირაკლი რუხაძესაც აქვს არჩევნის საშუალება და ყველა თუ გააკეთებს სწორი არჩევანს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმი მოგეჩვენათ ის ამ ინტერვიუში, რა თქმა უნდა, არის გულწრფელი და ვერ იქნებოდა გულწრფელი. რა თქმა უნდა. მაშინ სად იყო გულწრფელი, ანუ ნაწილობრივ გულწრფელი იყო. ახლა მაგის გარჩევას არ დავიწყებ, მე ზოგადად თქვი პრინციპში იმდენი, რაც საკმარისი არის ამაზე. რადგან ავლენს ხოლმე რაღაც განსხვავებულ დამოკიდებულებას დრო და დრო სანქციებთან დაკავშირებით და არ სურს სანქციები. ირაკლის ყველაზე კარგად ესმის, როგორი მძიმე ტვირთი არის სანქციების ტარება ბიზნესმენისთვის და რა თქმა უნდა, მას არ უნდა ეს და გასაგები არის და ლავირებს, ასე ვთქვათ, ორ ცეცხლს შორის. თუმცა არჩევანის თავისუფლება არ აქვს რეალურად. თუ აქვს, ყველას აქვს, თუ გულში შეიხედება ადამიანი, ყველას აქვს არჩევნის თავისუფლება და ზოგჯერ სხეულის გონების დატყვევება, სხეულის დატყვევება ჯობია და ეს მათი არჩევანია, რომელს არჩევენ. ხანდახან ეს არჩევანის თავისუფლება პატიმრობაზე თუ გავა არა უშავს, ბევრი ჩემზე მაგარი ბიჭიც ყოფილა პატიმარი და ჩემზე დიდი, ასე ვთქვათ, სასჯელების დამუქრებიათ, მაგრამ ისინი ყოფილან და დარჩენილან თავისი ფასეულობების ერთგული.